ათასობით ადამიანი რიგში წმინდანის ნეშთან და პრივილეგირებული ჩინოვნიკები სპეციალური საშვებით რელიგიური ემოციების კვირა საქართველოში. არ მოუგებლად არანორმალურია, რომ სამთავრობო საშვები რატო ის უფრო ახლო ღმერთთან. ემოციები ტაძრებში, ემოციები წმინდა ნაწილებთან, ემოციები პარლამენტში, ყველაზე ემოციური რეაქცია დღეს საღამოს 10-ზე. დარღოთ ახლა იმ ადამიანების უფლებებს, ვისაც აქ ეს ხოთონეკა, მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, როგორმე მე განსაზღვრავ, ვის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული და ვის არა. რაც ალახად უცებ ეკლესიაზე ცნობისგან მიმართები ცენტრალური კომპიუტერიდან ამერიკაში. ალბათ ეს გჯერათ, ხო? 100,000 ხელმოწერა ახალი პირადობის მოწმობების წინააღმდეგ, ხელისუფლების დილემა და დებატები დღეს რეაქციაში, საკითხზე, რომელიც ქართველი მორწმუნეების ნაწილის პროტესტს იწვევს. დარღვევა, კონტროლი ადამიანზე, მის ფინანსებზე. ჩემთვის მიუღებელი არ არის აიდი ბარათი, მე იმას ვხმარობ და ვიყენებ არ იკმინება და წიხლებს არ ეთქმევინება. ერთ ადამიანში ჩარგო არჩევანის თავისუფლება და ჩვენ ამ არჩევანის თავისუფლებას გვართმევენ. გაუწევს თუ არა ხელისუფლება ანგარიშს მათ, ვინც აიდი ბარათების აღებაზე უარს ამბობს. ჩვენი მოთხოვნა არის აიდი ბარათის საერთოდ გაუქმება და ალტერნატივას საქმეება. ამიტომ აუქმება. თუ ვინმე მეტყვის იმ ჩიპში რა არის? იქ რამე ნათქვამია რომ უარყავ ღმერთი. იმით რამე არ წერია. ანუ სარწმუნო სული საკითხებში მე არ მეკითხებ არ არის და იყოს ის ინფორმაცია ისაც იციან. ერთად ვიმსჯელოთ, ერთად მოვისმინოთ, ერთად გავაანალიზოთ თემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მძაფრი დისკუსიის მიზეზი და უკვე მეორე ხელისუფლების თავის ტკივილია, რატომ არის, ან უნდა იყოს თუ არა, აუცილებელი ეგრეთ წოდებული ჩიპიანი ბარათები. აიდი ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც უმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს. ვცნობდნენ იმაზე, როგორ შეეკვეთათ თვითმფრინავიდან მესტიაში აიდი ბარათი კუბდარი. ჩვენ გვჭირდება პირადობის დოკუმენტი, რომელსაც ვერავინ ვერ აყალბებს. ტაძრებიდან სამინისტროებში, სამინისტროებიდან პარლამენტში და პარლამენტიდან ისევ ტაძრებში ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე წინააღმდეგობრივი თემა ქვეყანაში, სადაც ნდობის რეიტინგებში ყოველთვის ეკლესია ლიდერობს, რა საიდუმლოს ინახავს ახალი პირადობის მოწმობები და ინახავს თუ არა, დღეს ზუსტად 22 საათზე ყველა პოზიცია, ყველა მოსაზრება, ყველა შეფასება, ყველა კითხვა, ყველა პასუხი, ყველას რეაქცია, ყველა მხარე ერთ გადაცემაში თეატრო ლუკიანი, მეუფე იოანე გამრეკელი, დავით ზურაბიშვილი, გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ტუღუში, გიორგი მელაძე, კახაბერ კაკაბაძე, სოფო ნიკოლაიშვილი, ნანიკო ხაზარაძე, მიხეილ გელასალუაშვილი. პასუხები მათთვის, ვინც აიდი ბარათების მომხრია და მათთვის, ვინც მოწინააღმდეგეა. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის. ვიწყებთ საღამოს 10-ზე.